ბაზის ტოლმა მოვამზადოთ. მოიმედეთ. ეს ერთად მოვამზადოთ უგემრიელესი ბაზის ფოთლის ტოლმა. ორნაირი ბაზის ფოთოლი მაქვს. ერთი ცოტა მუქი, ერთი ცოტა ღია და ნახოთ ორივეს. გამოვიყენებ, ტოლმა ძალიან მიყვარს. სიმართლე რო გითხრათ, ბაზის ფოთლით არ მომიზადებია, დედა ხშირად ამზადებს, თუმცა მე ესე დამოუკიდებლად არ გამიკეთებია და დღეს თქვენთან ერთად მოვამზადებ. თან, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ რეცეპტსაც როგორ ვამზადებთ. აბა დავიწყოთ. ბლენდერში გადავიტანე ხახვი, რამდენიმე კბილი ნიორი, ასევე დიდი რაოდენობით ქინძი, ცოტა კამა და რაც მთავარია და განსაკუთრებულ გემოს ძენს ფარს და ძალიან მიხვდება, ეს არის რეჰანი და ცოტა ტარხუნა. ასევე დავამატე ცოტა წარეწიწაკა მწვანე, ძალიან მწარე არ გავაკეთე ბავშვების გამო და შემდეგ უკვე თაში გადავიტანე ფარში, მქონდა შერეული ფარში საქონლის და ღორის, დავუმატე დაბლენდერებული მასა, ასევე გამოვიყენე სუნელები, უცხო, ცოტა ქინძი და ასევე დავუმატე დაღեղილი წიწაკაც შემდეგ მეტი სიმწარისთვის, იმიტომ რომ გავსინჯე ფარში არ ქონდა სიმწარე. მარილი გემოვნებით, რა თქმა უნდა და ასევე დავუმატე გარიცხილი ბრინჯი. ბაზის ფოთლები გადავიტანე თაში, დავასხი ჯერ ადუღებული წყალი, ცოტა ხნით გავაჩერე დაახლოებით 15-20 წუთი და შემდეგ უკვე გამდინარე წყალში, ასევე დაახლოებით 15-20 წუთი კარგად გავრეცხე, რომ ზედმეტი მარილი გამოსვლოდა და მლაში არ ყოფილიყო. დავიწყე გადახვევა, რაც კადრში ჩანს და ძალიან მარტივია. შეიძლება ითქვას უფრო მარტივი გადასახვევია ვიდრე ვთქვათ კომბოსტოს ფოთლის ტოლმა, თუმცა დრო მეტი უნდა, იმიტომ რომ ეს ფოთლები ზოგი პატარა, ზოგი დიდია და მოკლედ ეს ცოტა მეტ დროს მოითხოვს. ცოტა რაოდენობა ასევე გავყინე კიდეც, როგორც იცით, კომბოსტოს ტოლმაც გავყინე საკმაოდ დიდი რაოდენობით, როდესაც მოვამზადე. ძალიან მარტივია, უცებ რომ გამოიღო და მზა გაქვს ფაქტიურად მოხარშო. და შემდეგ გადავიტანე ქვაფში გამზადებული უკვე შეხვეული ტოლმები, დავასხი წყალი და დავადე თებში და შემდეგ უკვე ქვა ზემოდან სიმძიმესთვის. სოუსისთვის გამოვიყენე ბერძნული იოგურტი და არაჟანი გადაურიე ერთმანეთში, დაახლოებით 3 კბილი ნიორი, ცოტა მარილი და კარგად აურიე. გაყინული ტოლმაც გადმოვიტანე გასაყინ პარკებში და შევინახე ისევ საყინულე მაცივარში. გამოვიდა უგემრიელესი და აუცილებლად სცადეთ და გააკეთეთ. აბა დროებით.